ყველა ნივთს, რა თქმა უნდა, თავის ისტორია აქვს და განსაკუთრებით ალბათ უფრო ძველ ნივთებს უფრო მნიშვნელოვანი და ბევრი ისტორია აქვს. მე რაც შემეხება და აფხაზეთს რაც შეეხება სამწუხაროდ სულ ეს არის ჩემი ნივთების რაოდენობა, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვიდა ვერ მოვასწარე. აი ეს მესამე ნივთი, რომელიც მოცულობით ყველაზე პატარაა, მაგრამ ეს არის ნაპოვნი იმ ადგილას, სადაც დაიბადა ჩემი წინაპრები, აჯანაშიები, მამაჩემის დიდი ბაბუა და ეს იპოვეს დაახლოებით 91-92 წლები უკვე რაღაც ომის დასაწყისის დროს. ძველი სახლი უკვე იმდენი წლის იყო, რომ ფიზიკურად ვეღარ შენაჩურნდებოდა, მამაჩემა დაშალა საძირკველების რაღაცების გათხრის დროს. აი ეს აღმოაჩინეს, ეს არის 1924 წლის მონეტა. მე როგორც ვიცი მამაჩემისგან ადრესით წესი არსებობდა, როდესაც სახლს აშენებდნენ, ცხადი ალბათ ყველას არ ქონდა მის საშუალება ეს ძველ დროს, მაგრამ ვისაც ქონდა აი ამ ფულს საძირკველში რაღაცნაირად მე როგორც მომიყვნენ, ესე ყრიდნენ და ეს იქ ინახებოდა. აი ეს ნივთი განსაკუთრებულია ჩემთვის და არ ვიცი, ალბათ არა ველოდები ამ დროს, როდესაც მეც მომეცემა იმის საშუალება, რომ იგივე გავაკეთო, რაც გააკეთა მამაჩემის დიდმა ბაბუამ. ის ადგილი არის სოფელი მერხეული, სადაც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ. ჩვენ ფეხით გადმოვედით სვანეთიდან 27 სექტემბერს მაგ დაბადების დღე, ყველა მიცის ვინც აფხაზეთიდან არის და ვინც არ არის ბერმო, ეს არის სოხუმის დაცემის დღე. იმ საღამოს მოგვიწია წამოსვლა სვანეთის გზით და აი ეს ძვირფასი მონეტა მე არ ვიცი როგორ აღმოჩნდა ჩემ ხელში, იმიტომ რომ ბავშვებს ასეთ რაღაცები არ უჭირავთ. ეხლა რასაც ვიტყვი, ეს არის ის არც ერთმა ჩემმა მეგობარმა და ჩემმა ძვირფასმა თანამშრომელმა სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, რომელშიც მუშაობ ძალიან დიდი ხანია. ეს არის ნივთი, რომელიც ყველა პრემიერის დროს, როცა თამაშობ სპექტაკლში, ჩემი კოსტუმის რომელიმე ჯიბეში დევს და იქაც კი რაღაცა ყურადღების ნაწილი მიაქვს ამ ნივთს, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ვერ დავუშვებ, რომ აი ესეთი თითქმის ერთადერთი, პრინციპში როგორც თილისმა ერთადერთია და როგორც ნივთი იმ რამოდენიმე შორის, რომ ეს რაღაცნაირად საფრთხე შეექმნას ამ ნივთს. ეს უბრალო მონეტა არ არის, ეს არის რაღაცა ფესვების ერთგვარი სიმბოლო, რომელიც აი ლოგიკურად არ უნდა იყოს სხვაგან, იმიტომ რომ არ შეიძლება ხე აქ იყოს და ფესვი სხვაგან იყოს.